ჩვენ ვართ უკიდურეს მძიმე ვითარებაში, როგორც პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ისე სამხედრო მიმართულებით და სამეცნიერო ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით და მხოლოდ ერთი გამოსავალია, რომ მოიძებნოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ქვეყანას თავს აარიდებს, ჩვენ ქვეყანაზე მოგზაურობარი, უკვე იდენტიფიცირებულ საფრთხეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ განმეორდეს ისეთი საშინელი პროცესები, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ 3 წლიანი დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში. 1918-1921 წლებს გულისხმობთ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვიცნობ რა ძალიან კარგად ამ პერიოდს და მათ შორის შესწავლილი მაქვს იმ პერიოდის საქართველოს სპეცსამსახურის ერთ-ერთი ალბათ ძლიერი სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობა, ესეთი აგენტურული შეხვედრები, ანალიტიკური დოკუმენტები და კიდე სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ პროცესები ძალიან წააგავს ერთმანეთს. ზუსტად ის აქტორები, რომლებიც დღეს განსაკუთრებულად წარმოადგენენ თავიანთ თავს, სწორედ ეს სახელმწიფოები იყვნენ იმ პერიოდში ესეთი აქტიურები და საბოლოო ჯამში, როგორც ხდება ხოლმე, დიდებმა მოილაპარაკეს პატარების ინტერესების საზიანოდ და უფრო მეტიც პატარებმა გამონახეს ძალიან მჭიდრო კავშირები ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოსთან, რომლის საფუძველზე ჩვენ დავდარგეთ მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ბატონ დავით, მოდი პირდაპირ დავასახელოთ, თუ არ იქნებით წინააღმდეგი, აი თქვენ ბრძანეთ, რომ იდენტიფიცირებული საფრთხეების განეიტრალებაში დაგვეხმარება. ჩამოვთვალოთ ეს იდენტიფიცირებული საფრთხეები. ეს არის სხვადასხვა ტიპის პრეტენზიები, რომელიც შეიძლება დაყენებული იქნას საქართველოსთან მიმართებაში. ტერიტორიულ პრეტენზიას გულისხმობთ? რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის და უკვე იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, კიდე დამატებით ესეთი საფრთხეების არსებობა ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი ჩამოვთვლი მე ბატონ დავით, თქვენ ერიდებით, მოდი მე ჩამოვთვლი. რუსეთი, სომხეთი, მაშინ ჩამოვთვალოთ სახელმწიფოები თუ შეიძლება, ვისაც შეიძლება გააჩნდეს ტერიტორიული ინტერესი, ანუ მღვრიე წყალში თევზის დაჭერის სურვილი. აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელიც ჩვენს გარშემო მდებარეობს, ამასთან ერთად არ უნდა დაგვაუწყდეს მნიშვნელოვანი რესურსი, რომელზედაც ვფიქრობ, რომ ესეთი აშკარა ფორმით თქვათ, წინ წამოწეული ეს საკითხი არ არის და მას შორის მასმედიის საშუალებებს არ განიხილავ, მაგრამ ამოწურვადი ავტოპროდუქტების ფონზე საქართველოს საკმაოდ მიმზიდველია მისი წყლის რესურსი.